თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო ბაჩიაშვილის საქმით. ჩვენი მაყურებელი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მისი გამოკითხვა მიმდინარეობს აი მომხდართან დაკავშირებით და იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენლები შევიდნენ ცოტა ხნის წინ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. აი თქვენ რასელით ამ პროცესისგან და ასევე თუ გაქვთ რაიმე ახალი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით ადვოკატების განმარტებები მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა ასევე. მოგესალმებით, ქაბატონო ანა, მაყურებელს მივესალმები, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ საქმეს დავიწყებ ამით და სხვა შორის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებია სასამართლოსთან დაკავშირებული, მათ შორის დღევანდელი განაჩენი და ამ შემდეგ. ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია თავად ქართული ოცნებისთვის, რომ ყველა ის ეჭვი, რომელიც მიემართება მათკენ, გამორიცხონ და კონკრეტული მოქმედებებით აჩვენონ. მზაობა, რომ ის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ასახავს რა მოხდა, გადარჩენილია და იმედი არ არის განადგურებული და ქვემდებარების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია მინიძიებს, იმიტომ რომ გენერალური ინსპექციის ქვემდებარე არ არის ასეთი საქმეები. როდესაც საქმე ეხება საპატიმრო ადგილას მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებას, ამას სჭირდება მაღალი დონის გამოძიება და ეს არის გენერალური პროკურატურის ქვემდებარე უკვე მას შემდეგ რაც გაუქმდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. სხვა შორის მას აქვს ინტერესი, როგორც მითხრა შეხვედრის დროს, რომ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტსაც მიმართოს. არის ცალკე წამების დაცვისგან გაეროს საზედამხედველო კომიტეტი და ალბათ უკვე კონსულტაციებით გადაწყდება ვის მიემართება, მაგრამ ვიცი რომ ეს ინტერესი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ ამ ფაქტის ობიექტურ გამოძიებაში, თუმცა იქამდე არის გარკვეული პროცედურები გასავლელი, მე დღესაც მქონდა გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხზე საერთაშორისო ექსპერტებთან. და ამ საქმის გამოძიება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გახმაურებული საქმეების, იგივე ჩიკვაიძის საქმეზე, იგივე ჩიკვაიძის საქმეზე გამოძიება, რომელიც ცალკე უნდა მიმდინარეობდეს თვალთვალის და დევნის. ნიკოლ კვარაცხელიას დედის სტატუსს ნახავდით, ხო, ისიც გამოძიების ჩატარების ობიექტურობაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს კონკრეტული ძალიან დასაბუთებული პრეტენზიებით. სალომე ზურაბიშვილის საქმეს თავდასხმა რომ მოუწყვეს, თვითონ გიორგი გახარიას საქმე, რომელსაც ასევე მოუწყვეს აეროპორტში თავდასხმა და შემდეგ ბათუმში რაც მოხდა, ხო, ის დანაშაულებრივი ფაქტი, რომელი ერთი უნდა გავიხსენო, რომელია გამოძიებული, არც ერთ საქმეზე ესეთ გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება არ ტარდება და ეხლა ვაკვირდები, ანა თქვენც მიაქცევდით ყურადღებას, ერთი და იგივე მოსამართლეებთან ხდება ეს პოლიტიკური საქმეები. შემთხვევითი ხო არ არის, რომ ანრი კვარაცხელიას აი ეს უსამართლო განაჩენი, რომელიც რა თქმა უნდა შეიცვლება მალე, ამაში ვარ დარწმუნებული, რომ მოხდა იგივე მოსამართლესთან, რომელმაც მათ შორის რამდენიმე გახმაურებული საქმე განიხილა. აი ერთი და იგივე მოსამართლეებთან რატო ტრიალებს ეს საქმეები? მაშინ, როდესაც არსებობს კანონი, რომლითაც უნდა იყოს ელექტრონული განაწილება, ანუ შემთხვევითი განაწილების პრინციპი, ეს კანონი მივიღეთ ჩვენ თავის დროზე სპეციალურად, იმიტომ რომ აი ეს შერჩეული მოსამართლეები, რომელიც განპირობებული ყავთ, რომ ასეთ საქმეებზე ის დაადგინონ, რასაც დაუწერენ პოლიტიკური ვერდიქტით, ეს არ მომხდარიყო. აი ხედავთ, აი ისევ იგივე მოსამართლეები ყველგან ხვდება 5-6 გვარი სულ რომელიც ტრიალებს და დღეს კობახიძე ბრიფინგზე რო ამბობდა რომ 30 წელიაო სხვა შორის ეს რამდენიმე გამონათქვამი მიუხედავად იმისა რომ მე მისი მოსმენა არ შემიძლია დღეს სპეციალურად რაღაც ფრაგმენტები მოვისმინე საჭიროებს იმ მოქალაქეებისთვის განმარტებას ვიზეც ეს სამწუხაროდ გავლენას ახდენს 30 წელიაო რო კითხა თქვენმა ჟურნალისტმა რუსდანმა თუ აქცები რუსო იყო პრესკონფერენციაზე დუმბაძე რომ პოლიტიკური ოპონენტებიო ციხეში რო სხედანო და ევროკავშირის პირდაპირ რეკომენდაცია როა რომ ეუბნებიან რომ ეს კანონები გააუქმეთ პოლიტიკური პარტიები გაათავისუფლეთ და ასე როგორ აწარმოებია უპასუხარო 30 წელიაო ეს კანონიო ქვეყანაში არისო და არ აღვასრულო და 30 წლის განმავლობაში როდესმე ამ მუხლით პატიმარი თუ ყოფილა აი სტატისტიკა უბრალოდ დადონ 30 წელია ეს კანონი მოქმედებს კარგი მოქმედებს
ერთი ადამიანი თუ არის დაპატიმრებული კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და საგამოძიებო კომისია რო შევქმნით თავის დროზე მეც ვიყავი მომხრე ამ კომისიის შექმნის სარალიძის საქმეზე რეკომენდაციები რაც მიიღო ის თუ შესრულდა რეფორმები თუ შეასრულა რაც პარლამენტმა დაადგინა გადაწყვეტილებებით ანუ ჯარიმასაც ხო ითვალისწინებდა ეხლა ჩვენ რა ტიპის მართლმსაჯულებაზე ვლაპარაკობთ ხომ ანუ ხშირად თქვენი შეფასება ამას ეფუძნება რომ თუ არის პოლიტიკური ინტერესი ანუ არ დაპატიმრებაც და დაპატიმრებაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ხომ აი აქაც უნდა ვეძიოთ რაღაც შესაძლო ჩანაფიქრი არ ვიცი მათი მხრიდან ანუ ნებისმიერ შემთხვევაში თავარი ის იყო რომ როდესაც ბადრი ჯაფარიძე მამუკა ხაზარაძე ზურა ჯაფარიძე და სხვები ვის დააპატიმრეს ეხლა ამ მუხლით და მიუსაჯეს განაჩენით თავისუფლების აღკვეთა. ყველა არის უკანონო. იმიტომ კი არა რომ ეს კანონი არ უნდა მუშაობდეს. არა, ეს ჯერაც ერთი კომისია უკანონო. მეორეც ერთი გადაწყვეტილება იყო მიღებული უკანონოდ და მათ შორის ეს მუხლი ითვალისწინებს სხვა ალტერნატიულ სახთელსაც და წინასწარი პატიმრობების გამოყენებაც იყო უკანონო, როცა გამოიყენეს, ვის მართაც გამოიყენეს. ანუ თლიანობაში არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, თორემ არავინ არ ამბობს სამართალი არ ახსულდეს უკვე. სამართალი იქ რატო არ სულდება ქუჩაში, რომ უდანაშაულო ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტეს და მიწაზე დაგდებულ ადამიანს, რომ ფეხს ურტყამს პოლიციელი სასიკვდილოდ რომ იმეტებს და ჟურნალისტები რომ პირდაპირ ეთერში კინაღა მოკლეს. ამაზე რატო არ არის სამართალი, რატო არ არის აი ისეთი გაუგონარი ტყუილებით გამოდის ეს ადამიანი. უბრალოდ ყველა წინადადება რო აიღოთ მისი ჯერ ერთი აი ნახავდით რომ რაღაც აი რაზე იყო აქცენტი ეხა ერთ კონკრეტულ კანონზე და ნახეთ რაც ილაპარაკა ამაზე და მეორე აი რაღაც რიგში დგომის დონემდე მოხდა ამ თითქოს ხდება მათი მხრიდან ამ საკითხის დაყვანა ხო რომ აი რაღაც არ დაგეზაროს ვიზისთვის რიგში დგომა და ამიტომ აი იყოს ისე როგორც ჩვენ ფიქრობთ ხომ და ჯანდაცვის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ამას აუცილებლად დეტალურად შევეხებით ანუ თუ მაღალი ხარისხის ჯანდაცვა გინდა მიიღოს სხვა ქვეყნებიც არის ჯერ საერთოდ რა ტიპის განცხადებაა ეს ხო ყველა თავის ქვეყანაში უნდა იღებდეს უმაღლესი დონის ჯანდაცვას და არავინ გეთანხმები ამაში არ ვიცი ამაზე ვილაპარაკებთ ჩვენ დეტალურად ჯანდაცვის მიმართულებაზე რა გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სისტემა და რატომ ხდება ესე რომ ადამიანები მიმართავენ უცხოური ჯანდაცვის სისტემებს ხო განვითარებული ქვეყნების ანა საჭიროებს აუცილებლად პასუხს იმიტომ რომ ის ადამიანები ვინც მართლა ფიქრობენ რომ რა მოხდა მერე თუ გაუქმდება უვიზო მიმოსვლა რის მისაღწევად ამდენი თავის დროზე ვიწვალეთ და ვიშრომეთ არა მოხდება ძალიან დიდი უბედურება საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენმა ოჯახმა იცის ეს საკუთარ თავზე რომ დამოკიდებულია აი ამ სწრაფი მიმოსვლით უვიზო მიმოსვლით რომ ის ოჯახებს არჩენ საქართველოში ნახევარი საქართველოს ემიგრაციაშია პროფესორი რეზო ბოჭორიშვილი ვახსენე ახლა სტატუსი ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ამყვებოდა რამდენი ქართველი გადარჩა საფრანგეთში ჩასულით რამდენი ადამიანია სტრასბურგში, პარიზში და იღებს ამ უფასო სამედიცინო დახმარებას და სიკვდილს გადაურჩა. პირდაპირ მნიშვნელობით და ძალიან კარგად წერს იქ თვითონ ეხლა უყურებს ამ ისტორიებს ეხება, იცის და ყვება. და რამდენი ესეთი ჯერ ეს რა განცხადება ჩადეკით რიგში თვითონ რიგში ჩადგება ისედაც სანამ გაუქმდება და ღმერთთან უკნას რომ გაუქმდეს. დიახ. მართლაც, მაგრამ რეალური საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. ობახზე ჩადგება რიგში, იმიტომ რომ მისი დიპლომატიური პასპორტი უკვე დადებულია სანქციების ქვეშ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არ არის მარტივი პროცედურა, მარტო რიგში დგომა ხო არ არის, ეს არის მათ შორის ბევრი უარი, რომელიც შეიძლება მოვიდეს, მათ შორის ბევრი პროცედურა, დაგვიანებული დახმარებები, რომელსაც ევროპული ქვეყნები აესე უშურველად თავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს, წარმოუდგენელი დარტყმა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჯანმრთელობისთვის, გადაადგილებისთვის, შრომითი უფლებებისთვის, გადარჩენისთვის. აი ეს 31 აგვისტო ეხა ისე მაფრთხობს და ისეთი ტესტია ეს, აი ისეთი გამოცდა მაფრთხობს, იმიტომ რომ ამ ოცნების ამ ხალხს ეხა ვინც გველაპარაკება ხო ეს საერთოდ არ მიაჩნია როგორ ქილიკობს ეხა თურმე რა წაიკითხა გერმანიაში
30-20 წლის წინ და თურმე ეხა რა წერია და რა სისულელებს ლაპარაკობს ტრადიციებზე, ადამიანები ორიენტაციას იმის მიხედვით იცვლიან კანონში რა წერია? თქვენ ეხა კაცი გახდებით იმის მიუხედავად რა ჩაიწერება კანონში და კაცი ხალი გახდება, ასეთ სისულელებს როგორ ლაპარაკობს. ანა, ეკა ჩვენთვის რა ტიპის გამოწვევაა ეს? აი მართლა ჯერათ რომ ადამიანს რომელიც ეხლა უყურებს ამ ეთერს თუ სხვა ეთერს არ ვიცი და რა მართლა ბევრი ეგზისტენციალური საჭიროებების წინაშე დგას, ხო? რაღაც საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფის, მატერიალური სახსრის მოძიების, შვილების მკურნალობის და ასე შემდეგ. ყველაზე არ გულისხმობ, ანუ მათ ეს საკითხი აღელვებთ, ეს საკითხები აღელვებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას? არა, ეხლა მთავარი ამბავი, მართლა ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოს რუსეთის კოლონია ხდება თუ საქართველოს დამოუკიდებელი და ცივილიზებული ოჯახის წევრი ხდება. აი ეს არჩევანი დგას ეხლა. დიდი მადლობა ეკა. დაგემშვიდობები. ეკა ბესელია საუბრობდა ჩვენს ეთერში რეკლამა